რა არის ჩემი მისია? ყველა ადამიანი ამ კითხვაზე პასუხს გამუდმებით ეძებს, ყოველ შემთხვევაში მოხალისესულებზე მაქვს განსაკუთრებულად ახლა ყურადღება გამახვილებული. მართლა არ მეგონება ალბათ ადამიანი, რომელიც კონსტიტუციის წლების განმავლობაში კონსულტირების რომ მოსულა და ეს კითხვა ბოლოში მაინც ბარემ არ დაუსვამს. ხოდა მოკლედ დღეს გვექნება ეს თემა გაშლილი, ზოგადად რა არის ადამიანის მისია, აქვს თუ არა საერთოდ ადამიანის რაიმე მისია, როგორ ადამიანებს როგორი მისიები აქვთ და რას ნიშნავს ეს მისია, ანუ ვისთან მიმართებაში გვაქვს ეს მისია, ან რატო გვაკისრია რამე მისია, არის თუ არა ისე, რომ ზოგ ადამიანს შეიძლება არ ქონდეს საერთოდ მისია, ან რას გვაძლევს ამის ცოდნა და ასე ვისაუბრებთ იმაზე, რა საშუალებებით და რა ხერხებით შეგვიძლია გავიგოთ რა არის ჩვენი მისია. გარდა იმისა, რომ ვიღაცებთან შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაცია, ვინც ასეთ თემებზე კონსულტირებს, თქვენით როგორ შეგიძლიათ რომ მიაგნოთ თქვენს მისიას. მოკლედ დავიწყოთ. პირველი იმას აღვნიშნავ, რომ რადგან ადამიანს უჩნდება გულწრფელი კითხვა, რომ რა არის ჩემი მისია და ყველა ადამიანს ეს ძალიან აინტერესებს, ხო? ცხადია, რომ ეს მისია არსებობს, იმიტომ რომ რო არ არსებობდეს ასეთი კითხვით ადამიანები დედამიწაზე არ ვევლიდეთ. და ეს მისია, რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი, მაგრამ ის ერთიანდება ერთ იდეაში, როგორც ჩვენ ყველა ადამიანები ვართ ღმერთის ნაწილები, მაგრამ ვერთიანდებით ერთ მთავარ ღმერთად, ღმერთში. სწორედ ასე ჩვენი მისიები, ყველას ჩვენი გვაქვს, რაღაცა მიმართულებები, ტექნიკური მახასიათებლებით შეიძლება განსხვავდება, მაგრამ საერთო ჯამში ყველას გვაქვს ერთი მისია. როდესაც ჩვენ გამოვაყოფით ერთიან ღმერთს და მოვდივართ მყარ მატერიალურ სამყაროებში, როგორც არის დედამიწა, ჩვენი მისია არის ის, რომ უნდა ვემსახუროთ სამყაროს. მხოლოდ ეს, მეტი არაფერი. დანარჩენი სიხარული რო გვინდა, ბედნიერება რო გვინდა, რაღაც ატრაქციონები გვინდა, სიყვარულები გვინდა, ურთიერთობა, შვილი, ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის უბრალოდ იმისთვის, რომ ჩვენ ამითი, ბარემ ვისიამოვნოთ, იმიტომ რომ დედამიწაზე არის ამის საშუალება და რატომაც არა, მაგრამ მისია, როგორც წესი, არის ის, რითაც ჩვენ ვემსახურებით სამყაროს, ანუ რაღაცა უნდა ჩავდოთ ამ სამყაროში. მსახურება არ გავიგოთ, როგორც ცოტა დაბალ გამოვლინებაში ეს სიტყვა, მსახურება არის ძალიან მაღალი რანგის აქტი, აი როგორც მაგალითად ღმერთის მსახურება გვესმის, სწორედ ასეთი რანგის მსახურებას გულისხმობ ამ შემთხვევაშიც. თუმცა რა თქმა უნდა, ჟანრი, მოცემულობა, პროფესიული განვითარება და ასე შემდეგ სხვა დეკორაციები ამ ჩვენი მსახურების სამყაროში განსხვავდება. აი ძალიან მარტივად რო წარმოვიდგინოთ, ყველა ჩვენთაგანს გვაქვს გარკვეული ნიჭი, რომელიც სხვას არ აქვს. და შესაბამისად სამყაროს უნდა ვემსახუროთ იმით, ისი ნიჭიც გვაქვს, იმიტომ რომ სამყარო არ ხარჯავს ზედმეტ ენერგიას უბრალოდ იმისთვის, რომ ჩვენში ეძინოს, ანუ რაღაცა ნიჭი მოგცა და ეხლა ჩვენ მთელი ცხოვრება ჩვენში მივეძინეთ ეს ნიჭი, ეხლა ამის, ესეთი დინამიკებიც არის რეალურად ცხოვრების, მაგრამ ეს ყოველთვის არის გადახვევა, იმიტომ რომ შეუძლებელია რომ რაღაც რესურსი მოგეცეს სამყაროსგან, რომელშიც რაიმე აზრი არ იდოს, რომლის განვითარებაც საჭირო არ იყოს სამყაროში და ცხოვრებაში. შესაბამისად, ყველა ადამიანს სადაც აქვს თავისი ნიჭების წერტილი, სწორედ იმ მიმართულებით არის მისი განვითარების გზა და იმ მიმართულებით შეუძლია რომ ემსახუროს სამყაროს. პრობლემა ისაა, რომ უბრალოდ ადამიანს რისი ნიჭიც აქვს და ნიჭი სწორედ იმას ნიშნავს, რომ ეს მას ადვილად გამოსდის. რატომღაც ადამიანებს გონიათ, რომ ის რაც ადვილად გამოსდით, ეს ვერ იქნება მათი საომავლო პროფესია და კარიერის ნაწილი. და გონიათ, რომ რაღაცა ძალიან რთულს უნდა შევეჭიდოთ, ძალიან რაღაცა დიდს და ძალიან დიდი ხანი უნდა ვისწავლოთ და მე ძალიან ბევრი პრაქტიკა უნდა გავიაროთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვიქნებით ღირსები, რომ რაღაცა დაგვერქვას, რომ რაიმე პროფესია გვაქვს და რაღაცას წარმოვადგენთ. მაგრამ ესე არ არის, იმიტომ რომ ყოველთვის ის ნიჭი, რომელიც ჩვენში დევს, იმიტომ გამოგვაყოლეს, რომ რაღაცაში მაგისი რეალიზაცია იყოს საჭირო. და შესაბამისად, ადვილად რომ გამოგვდის, სწორედ ეგ არის ნიშანი, რომ ეგ არის ჩვენი გზა და ეგ არის ჩვენი ზოგადად მისიის და სამყაროს მსახურების გზა. პირად კონსტიტუციებზე, აი ძალიან ხშირი არის ესეთი შემთხვევები, რომ ადამიანი დაკარგულია, რა არის ჩემი მისია კითხულობს და რო ვეუბნები, რომ უცხო ადამიანს ხო, რომელს არ ვიცნობ, რო ვეუბნები, რომ აი ეს და ეს არის შენი მისია. და მე ხო ისე ეგ კი მომწონს, მაგრამ რა ვიცი, აბა არ მიფიქრია მაგაზე, რომ მაგაში რაღაცა პროფესია და კარიერა შემეძლო გამეკეთებინა. რა ვიცი, ბავშვობიდან გამომდიოდა და არ მიმიქცევი ყურადღება, ესეთ პასუხს ვიგებ ხოლმე და
ჩემი შემთხვევით ზუსტად ესეთი, ან ბავშვობაში ეს ვაკეთებდი, რაც მიყვარდა და ეს რისკანაც მქონდა მიდრეკილება, სწორედ იმ რაღაცებს ვაკეთებ ახლა. შესაბამისად გამოდის, რომ ყველა ადამიანის მისია არის ზოგადად სამყაროს მსახურება და როგორ მსახურება, ეს უკვე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ნიჭების პატრონი ვართ, ხო? იმიტომ რომ სამყაროს მსახურებაში არ იგულისხმება, რომ ძალიან მძიმე სამსახური უნდა გავწიოთ, ხო? ანუ ვიღაცა სასიმღერო ხმა აქვს და ესე უნდა იმსახუროს და ესთეტიურად დაგვატკბოს თავისი ხმით ამ სამყაროში. ვიღაცას შეუძლია მაგალითად ძალიან კარგი პროგრამისტი იყოს და ამით უნდა გაგვიმართოს ხელი, ხო? და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა არის აქაც ძალიან დიდი განსხვავება იმაში, რომ როცა ვსაუბრობთ მისიაზე, რადიკალურად განსხვავებული მისიები აქვთ მოხალისესულებს და რადიკალურად განსხვავებული მისიები აქვთ დედამიწურის სულებს. ამაზე თუ გაინტერესებთ და თუ პირველად შეგხვდათ ახლა ეს ეპიზოდი, მოხალისესულებზე მაქვს გაკეთებული ეპიზოდი, სადაც დედამიწურის სულებზეც არის ნახსენები, რას ნიშნავს ეს გაყოფა, ვინ არიან მოხალისესულები და ვინ არიან დედამიწურის სულები, ამიტომ აქ არ მოვწდები და თუ ნახი არ გაქვთ, ეს ეპიზოდი უბრალოდ ამ ვიდეოს ქვეშ დაგხვდებათ ლინკი და შეგიძლიათ გადახვიდეთ და მოისმინოთ ვინ არიან მოხალისესულები. მოხალისესულების მისია განსხვავებულია იმით, რომ მოხალისესული მოდის აქ რაღაცა სხვა უფრო მასშტაბური მისიით, ვიდრე დედამიწური სული. დედამიწური სულების მისია არის როგორც წესი ძალიან მატერიალური ამ სამყაროს მოწყობასთან, სამსახურთან, კეთილდღეობასთან, ჯანმრთელობასთან, რესურსებთან დაკავშირებული, ხო? ანუ დედამიწური სულის მისია იქნება, რომ უბრალოდ რაღაცა ისეთით მოემსახუროს სამყაროს, რომელიც გულისხმობს რაღაც მხოლოდ ტექნიკურ მსახურებას. აი, მაგალითად იყოს პროგრამისტი, ან იყოს ბუღალტერი, ან თუნდაც მეცნიერი იყოს, ან ნებისმიერი პროფესია შეიძლება იყოს, მაგრამ გულისხმობ, რომ აი ნებისმიერ სფეროში არიან ხო ადამიანები, რომლებიც უბრალოდ იმეორებენ მათ წინამორბედების გზას და ზუსტად იგივე გზას გადიან და იგივე რანგის სპეციალისტები არიან და ასევე არიან ძალიან გამორჩეული ადამიანები, რომლებიც იმ სფეროებში რაღაც ახალ სიტყვას იტყვიან ხოლმე და ძალიან რადიკალური თავიანთი აზრებით და ინოვაციებით შემოდიან ხოლმე, ხო? შესაბამისად, დედამიწური სულები ძირითადად არიან ის ხალხი, ვინც ძალიან პროფესიულ დონეზე შეიძლება რომ გაიმეოროს მისი წინამორბედების გზა თავის სფეროში, რომელშიც არის. ხოლო მოხალისესულები მოდიან სულ სხვა მისიებით. მოხალისესულების მისია ზოგადად არის 3D მატრიცის დანგრევა და ადამიანების 5D-ში გადაყვანა. დედამიწური სულების და მათ შორის საკუთარი თავისაც 5D ცნობიერებაში გადაყვანა. შესაბამისად, მათი მისია არ არის ის, რომ ეხლა მოდი სახლი ვიყიდო, თუ სამსახური კარიერა ავიწყო, თუ მოდი ეხლა რაღაც ოჯახი შევქმნა, თუ ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეს რაღაცები, რა თქმა უნდა, მოხალისესულების გზაზეც ხდება, იმიტომ რომ მაინც მატერიაში ვართ და რა თქმა უნდა, სახლიც გვჭირდება, ჭერიც და სამსახურიც და პარტნიორიც და შვილიც და ეს ყველაფერი ამ ბიოლოგიურ სხეულში რახან ვართ, ამ ბიოლოგიურ სხეულს და ჩვენს ნეირონულ სისტემას, ჩვენს ფსიქიკას ეს მოთხოვნილებები აქვს და რა თქმა უნდა, ესეც აუცილებლად უნდა იყოს დაკმაყოფილებული. მაგრამ მოხალისესულები არიან სულები, რომლებიც მხოლოდ სახლი, კარი და მილიონები რომ ისცეთ და თუნდაც პარტნიორი და შვილები და ყველაფერი, რომ აი მატერიალური რაც არ უნდა მისცე, ამ ყველაფრით მაინც არ იქნება კმაყოფილი და მაინც იქნება ძიებაში რა არის ჩემი მისია. იმიტომ რომ მოხალისესულის მისია არის პირდაპირ მნიშვნელობით ამ 3D მატრიცის დანგრევა, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანია ძალიან ტოქსიკურ გარემოში რა მთლიანად მატრიცაში ძალიან დაბალ ვიბრაციული ენერგია და ცნობიერება ხო შესაბამისად. და მოხალისესულების დანიშნულება, რატომაც ესენი მოდიან დედამიწაზე, სწორედ ეგაა, რომ ეს მატრიცა დაინგრეს და დედამიწური სულები გაიყვანონ აქედან და გადაარჩინონ, ძალიან ხატოვნად რო ვთქვათ, თორე რა თქმა უნდა აქ არავის ასე პირდაპირ გადარჩენა არ იგულისხმება, მაგრამ დახმარება იმისა, რომ აი როგორც მაგალითად მე თუ ვარ მე-7 კლასელი და რა ვიცი, დამყავს 1 კლასელი, შემიძლია იმას დავეხმარო მეცადინეობაში, რომ წარმატებით გადავიდეს შემდეგ კლასში. დაახლოებით ასეთი რაღაცა იგულისხმება. შესაბამისად, მოხალისესულები რაც არ უნდა აი მართლა მის ცხოვრებაში და რაც არ უნდა წარმატება ქონდეთ, ანუ მაინც არიან ძიებაში, რომ აი კიდე რაღაცას უნდა ვაკეთებ და კიდე რაღაცა უნდა იყოს. შესაბამისად, მოხალისესულებს აქვთ ეს მისია, რომ მათ უნდა გაიყვანონ
დედამიწური სულები ამ 3D მეტრიციდან და გადაიყვანო 5D სიხშირეზე. შესაბამისად ამას წინამორბედი პროცესები რაც მოყვება აი რომ ჯერ თავად უნდა გამოიღვიძონ, თავად უნდა განიხილონ მატრიცული პროგრამებისგან, თავად უნდა გავიდნენ აქედან და მხოლოდ შემდეგ შეუძლიათ რომ სხვებს დაეხმარონ. აქაც რა თქმა უნდა მოხალისესულებშიც რანგობრივად და მიმართულებებით ძალიან ბევრი სხვაობაა, იმიტომ რომ ზოგი ტექნიკური კუთხით იქნება, ზოგი სულიერი, ზოგი მკურნალი იქნება, ზოგი ის იქნება, ზოგი ეს იქნება. მაგრამ საერთოდ ჯამში მოხალისესულების მისია არის რომ გაიყვანონ დედამიწური სულები 3D მეტრიციდან და დაეხმარონ მათ 5D ცნობიერებაში რომ გადავიდნენ. ნუ ამას ალბათ ახლა გეცოდინებათ ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს ახლა ინტერნეტში ძალიან პოპულარული აზრია ეს ხო რომ 5D-ში რომ გადავდივართ და რომ უნდა ვიჩქაროთ და სწორედ ამაზე ვსაუბრობ ახლა. ამ ორი რანგის სულებში ძალიან განსხვავდება ამ მისიაში შესვლის პროცესი, იმიტომ რომ მიწიერ სულებს უფრო ადვილად გამოსდეთ თავიანთი მისიის პოვნა. ასეთ ადამიანებს საერთოდ არ ჭირდებათ არც ასტროლოგები, ასტროლოგები, არც წინასწარმეტყველებები, ანუ თავისით აი იციან რა უნდა გააკეთონ და რაღაცნაირად იციან რა მიმართულებით უნდა წავიდნენ და დედამიწურ სულებს ადვილად გამოსდეთ თავიანთ მისიაში შესვლა, იმიტომ რომ ან ძალიან ესე ჩვეულებრივად ნებისმიერი პრობლემისა და წინაღობის გარეშე მიყვებიან თავიანთი ოჯახის კვალს, ან მშობლები რასაც ურჩევენ და რასაც ურჩევენ იმაში იქნებიან კარგად და კმაყოფილად. და ან თვითონ აირჩევენ და რასაც აირჩევენ იმაში იქნებიან კმაყოფილები და აქ დედამიწურ სულებს ძირითადად არ უჭირთ ხოლმე რომ აი რაღაც 40 წლის რო იყოს ადამიანი და კიდე არ იცოდეს რა უნდა აკეთოს, ძირითადად დედამიწურ სულებში ეგეთ რაღაცებს ვერ შევხვდებით ხოლმე. ნუ ახლა რა თქმა უნდა ყველაფერში არის გამონაკლისი და ისეთი ადამიანებიც ერთსავებენ დედამიწურ სულებში, რომელიც ალბათ ცხოვრების ბოლომდე ვერ გაიგებენ რა უნდათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესე სტატისტიკურად რო შევხედოთ, უფრო შეუძლიათ რომ მიაგნონ თავიანთ გზას და თავიანთ მისიას. რაც შეეხება მოხალისესულებს, აქ უფრო რთულად არის საქმე, იმიტომ რომ აქ კიდევ ერთი საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. გამომდინარე იქიდან რომ მოხალისესულები არიან მატრიცის გასატეხად ჩამოსულები, აქედან გამომდინარე მატრიცას რა თქმა უნდა არ აწყობს რომ გადყოტოს ხო, შესაბამისად ნებისმიერი მოხალისესული არის ეგრეთ წოდებულ რადარზე შემჩნეული და მაქსიმალურად მმართველური სისტემების განაძალებისგან თავდასხმები და შევიწროებები არის მოხალისესულებთან მიმართებაში, რადგან მათ ეს მისია ვერ შეასრულონ. აქედან გამომდინარე, ნუ მოხალისესულისაც ნიშნავს, რომ ძალიან მაღალი რანგის სული არის დედამიწაზე ჩამოსული და მას ძალიან ბევრი ინსტრუმენტი აქვს მოტანილი ენერგეტიკულ დონეზე, რომელთაც აქ უნდა იხელმძღვანელოს და ძალიან კარგად იცოდა რისთვის ჩამოდიოდა და სადაც ჩამოდიოდა. შესაბამისად მოხალისესულებსაც აქვს თავდაცვის ინსტრუმენტი ამ მმართველურ სისტემებთან და ეს თავდაცვის მექანიზმი არის უბრალოდ ის, რომ მისიაში არ შედის მოხალისესული, სანამ არ გაივლის ჰილინგის გზას. იმიტომ რომ მაგალითად ბავშვი რო დაიბადოს და უკვე რადარზე განათდეს, რომ ეს დაიბადა ეხა მოხალისესული, სანამ ეს ბავშვი გაიზრდება და მე კარიერულად, პროფესიულად ცხოვრებისოლოდ ცოტა აზზე მოვა და თავის მისიაში შევა, მანამდე მატრიცის მმართველურ ძალას ეძლევა საშუალება, რომ პატარაობიდანვე, დაბადებიდანვე ის მოიშოროს, ან დაავერბოვკოს, ან რაღაცნაირად მოკლედ ხელი შეუშალოს. და როდესაც ადამიანი უკვე ემოციის დასრულებას მიაღწევს, ანუ მოხალისესული და ის უკვე დაჰილული არის, გავლილი აქვს ძალიან დიდი გზა და თავში გამთლიანებული ყავს თავისი უმაღლესი მე და ნუ მოკლედ ძალიან დიდი წინა რაღაცა გზა აქვს გავლილი. ის უკვე მზად არის იმისთვის, რომ შევიდეს მისიაში, შესაბამისად მზად არის იმისთვის, რომ ამონათდეს ამ ეგრეთ წოდებულ რადარზე და ეს მისთვის უკვე საშიშროებას აღარ წარმოადგენს, იმიტომ რომ მოხალისესული, რომელმაც გაიარა მატრიცული გზა, გააცნობიერა, ანუ ჯერ გამოიღვიძა ამ მატრიცული 3D ცნობიერებიდან, მერე განავითარა საკუთარი თავი სულიერ განვითარების გზაზე წავიდა და გავიდა მე-5D ცნობიერებაზე და უფრო მაღალ ცნობიერებაზეც, ხო? ეს ადამიანი ამ ადამიანისთვის უკვე მატრიცული
სისტემა აღარ არის საშიში, შესაბამისად მე უკვე არ არის პრობლემა რომ გამოჩნდეს და ამონათდეს. შესაბამისად ასეთი დაცვა არსებობს, რომ სანამ ადამიანი არ გაივლის მოხალისესული ამ მთლიან გზას და არ შევა მისიაში, მანამდე ის რადარზე არ ჩანს, რაც მას ნიშნავს, რომ მანამდე მას უნარებიც არ აქვს რეალურად იმ დონეზე განვითარებული, რომ უბრალოდ არ გამოჩნდეს და იყოს თავის მხრივ რაღაც თავის კუთხეში და გაიაროს ის გზა, რომელიც საჭიროა, რომ გაიაროს სანამ ის მისიაში შესვლამდე მივა. აქედან გამომდინარე მოხალისესულებს უფრო უჭერს თავიანთი მისიის პოვნა. ზოგადად ცოტა გვიანიგებენ, რომ თუნდაც მოხალისესულები არიან, თუნდაც რაღაცა სხვა რამისთვის რო არიან მოსული, უფრო ამოვარდნილად გრძნობენ თავს, ხო? სამყაროდან ვერ ხვდებიან მარტო მატერიით, როგორ უნდა იყოს ადამიანი კმაყოფილი და ბედნიერი და მუდმივად არის შეგრძნება, რომ ძალიან არ ვიცი, გაუცხოების შეგრძნება დედამიწასთან და აქ არსებულ სიტუაციებთან მიმართებაში, ხო, არსებულ სიტუაციებში ნებისმიერს გულისხმობ, აი თუნდაც შეიძლება გაუცხობი ქონდეს, რომ აი მაგალითად აი რატო ვჭორავთ, ან რატო ვაკეთებთ რაღაცებს, რაც არ არის საჭირო რომ გავაკეთოთ ზოგადად სამყაროში, ხო? ნუ აღარ ვამბობ ახლა ომებზე და კატაკლიზმებზე და ასეთ სირთულის რაღაცებზე. აქედან გამომდინარე მოხალისესულები, როგორც თქვი, ცოტა გვიან პოულობენ თავიანთ მისიას და სამყაროშიც ასევე არსებობს კანონი, რომელიც აი რომ არ უნდა დაზიანდეს ადამიანი და შესაბამისად ადამიანი სანამ არ გაივლის მთელ მაგზას მოხალისესულზე მაქვს ახლა საუბარი წინასწარ იცოდეს რა არის მისი მისია ეს მას არაფერში არ ჭირდება ანუ ინფორმაცია ცოდნა სამყაროსეული და რაღაცა წვდომა ასე ვთქვათ ამ ინფორმაციებზე სწორედ მაშინ მოდის როდესაც ეს ადამიანს ჭირდება ანუ არავინ არ გეტყვის 10 წლით ადრე რომ შენი მისია ახლა სამყარო გადარჩინა თუ ჯერ კიდე 10 წელი გაქვს გასავლელი რომ საერთოდ მაგამდე მიხვიდე რომ ეგ ძალა შენში გაჩნდეს რომ ხო მე იმისთვის ვარ რომ სამყარო გადავარჩინო. რა თქმა უნდა ახლა ხვდებით ხო რომ ვუტრირებ არავინ არ არის ესეც ალგებლად სამყაროს გადასარჩენად ჩამოსული. და როდესაც მოხალისესული მოკლედ მივა მაგამდე და გააცნობიერებს ვინ არის, რა დავალებები აქვს, საით უნდა იაროს, რა გზა უნდა გაიაროს, მერე ნელა ესე პაზლებით იკრიბება მისი ასე ვთქვათ მისიის დეტალები და მერე უკვე აცნობიერებს ამ ყველაფერს და შედის უკვე მისიაში. მისიაში შესვლაში იგულისხმება, რომ პირველ რიგში ადამიანი გაცნობიერებულად ხვდება და აცნობიერებს უბრალოდ რომ აი ეს ის არის, რაც მან უნდა გააკეთოს რაღაცასთან დაკავშირებით. ეს შეიძლება არ იყოს კონკრეტული რაღაცა, რომ აი მაგალითად მე ახლა ვიქნები ასტროლოგი, ანუ ეს არ არის მისია. ეს არის ინსტრუმენტი. მისია არის, რომ მაგალითად ადამიანმა გადაწყვეტოს, რომ აი მე ადამიანებს დავეხმარები სწორი ცოდნის მიტანაში, ანუ სწორი ცოდნას მიუტან ადამიანებს, მაგალითად ეს შეიძლება იყოს მისია, ისევ და ისევ მათი გამოღვიძებისთვის თუ მოხალისესულებზე საუბარი და თუ მატერიალურ ანუ მიწერსულებზე საუბარი, მაშინ მათივე ცნობიერების გაფართოებისთვის, ხო? და ამ შემთხვევაში ასეთმა ადამიანმა მე შეიძლება გამოიყენოს სხვადასხვა ინსტრუმენტები, ხო? მაგალითად ეს შეიძლება იყოს, რომ აკადემიურად დასწავლოს, შეიძლება იყოს, რომ ინდივიდუალურად დასწავლოს, ჯგუფურად დასწავლოს, სხვადასხვა ხა სწორი ცოდნას ძალიან ბევრია სამყაროში და ასე შემდეგ. ან როგორც თავის უნარები მისცემს შესაძლებლობას, იმ მიმართულებით განავითარებს საკუთარ თავს, ხო? ასევე მოხალისესულები შეიძლება იყვნენ ჰილერები, ხო, ენერგოჰილერები, ბგერითი თერაპევტები თუ რაღაც არ ვიცი, ემოციური თერაპევტები თუ მენტალური თუ ისეთი თუ ასეთი, აქაც ძალიან მრავალფეროვანი არჩევანია. ამიტომ ძირითადად ხშირ შემთხვევაში თუ ეხლა ისმენ და ასაკი ისეთი გაქვს, რომ წესით უნდა გეპოვო რა არის შენი მისია და გზა და ვერ იპოვე, დიდი ალბათობა იმისა, რომ იყო მოხალისესული. და ზოგადად ჩემ კონტენტს ვინც უყურებს დიდი ალბათობით უმრავლესობა არის მოხალისესული, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ასეთი თემები ნაკლებად დაგაინტერესებდათ, იმიტომ რომ მიწერსულებს არ აინტერესებთ დიდად ასეთი რაღაცები, ისინი ძალიან ბედნიერები არიან თავიანთ მატერიალურ ცხოვრებაში. ამ შემთხვევაში მატერიალურ ცხოვრებას არაფრით არ ვაკნინებ, უბრალოდ იმას ის ინტერესი აქვს და ამათ ეს ინტერესი აქვს, ხო? ამათ სხვა რაღაცა ინტერესებთ, იმათ სხვა რაღაცა ინტერესებთ.
ხო და შესაბამისად თუ აქამდე არ გიპოვიათ თქვენი მისია, ეს იმას ნიშნავს, რომ აქამდე რა გულისხმობ, ხა შეიძლება 15 წლის ბავშვიც უსმენდეს პირობითად და ამ შემთხვევაში არ გულისხმობ, ანუ დიდას აქვს გულისხმობ რა, აი უკვე რომ 30-ს გადაცდა ადამიანი და ჯერ კიდევ არ იცის რა უნდა აკეთოს ცხოვრებაში, დიდი ალბათობით აქ გვაქვს მოხალისე სულთან კავშირი. შესაბამისად ეს არ გაგიკვირდეთ და ამ შემთხვევაში მისია არის უბრალოდ სამყაროს მსახურება იმითი, რომ თქვენ ხართ გამტარი, თქვენ ხართ მოხალისე სული და აქაც სამი ტალღის მოხალისე სულები არსებობენ და რომელი ტალღისაც ხართ იქედან გამომდინარე გექნებათ გარკვეული ვექტორი, ასე ვთქვათ, არეალი მოქმედების დედამიწაზე და ასევე მოხალისე სულები სხვადასხვა სივრცეებიდან მოდიან და გააჩნია ასევე რა სივრციდან ხართ მოსული და აქედან ესეც გარკვეულ მიმართულებას მოგცემს თუ რა არის თქვენი მისია. მაგრამ საერთოდ ჯამში შინაგანი კომპასითაც შეიძლება ნამდვილად ამისი გაგება, იმიტომ რომ ანუ აი რისი გაკეთება შინაგანად გინდებათ იმის და მიუხედავად რომ არავინ არ დაგიფასოთ და არავინ ამაში არსებული გადაგიხადოთ, აი სწორედ ეგ არის მისია. აი მაგალითად არის მინახავს ადამიანები, რომლებიც აი მკურნალობის ენერგია აქვს და უბრალოდ ვერ შეძლებიან, რომ ხელებით ვინმეს არ უმკურნალონ. შესაბამისად, ძალიან ცხადია ხო, რომ ამ ადამიანის მისია იქნება ჰილინგი ენერგეტიკული ხელებით. ანუ აი ძალიან ცხადად ჩანს, როცა შორიდან ვუყურებთ. თუმცა ადამიანი თვითონ ეს ადამიანი იმ ადამიანის ადგილას რო წარმოვიდგენს თავი, მისთვის შეიძლება ცხადი არ იყოს, იმიტომ რომ მისთვის ესეთი ადვილი შეიძლება იყოს ეგ საქმე, რომ რა ვიცი, აი ბავშვობიდან მაქვს ეს ენერგია და უბრალოდ ხელის დადება არის ჩემი მისია და სულ ეგ არის. აი ცოტა ესეთი დამოკიდებულება შეიძლება გქონდეს და ყველა ადამიანს რომელსაც როგორც თქვი, რაღაცა კონკრეტული მისია აქვს, შესაბამისად ამისის შესაფერისი უნარები აქვს, რომელიც მისთვის იმდანად ადვილია, რომ არ აღიქვამს, რომ ეს რაღაც განსაკუთრებულია და შეიძლება ასეთი ადამიანები საერთოდ ვერ ხედავდნენ თავიანთ მონაცემში რაღაცა მისის პოტენციალს. და ასევე ის მომენტი გვაქვს, რომ ადამიანები რაღაცა ძალიან დიდ სვეპოტინებით ხოლმე და აი ხლა მაგალითად ვინმე რო გითხრათ, რომ აი შენი მისია არის უბრალოდ რომ დაჯდე და არაფერი არ აკეთო და უბრალოდ მაღალი უბრალოდების გამტარი იყო, რაც რეალურად არის მეორე ტალღის მოხალისე სულების მისია და ერთ-ერთი ვექტორი, ხო? იქ გააჩნია კიდე რომელი სივრციდან არის, მაგრამ რეალურად ეს არის გლობალურად რა ვიღოთ, ხო? ეს ძალიან ძნელად დასაჯერებელია ხოლმე ადამიანისთვის, რომ დაიცაკაცო ხა ხალხი ამდენ სწავლობს და ამდენ შრომობს და აღარ იცის რა ქნეს და მე ხა დაუჯდა ესა და ვიყო და თან რეალურად ასეთ ადამიანებს ცხოვრება სხვანაირად მოწყობილი აქვთ ხოლმე, აი მართლა იქნება ეგ გარემოება, რომ რაღაცა ან ვიღაცა სხვა არჩენს, ან პასიური შემოსავლია, ან შეიძლება კონდეს სამსახური, მაგრამ ძალიან ბევრი მუშაობაც არ უწევდეს და რაღაცა მაინც იზოლირებული იყოს, მაინც თავის თავთან იყოს და კომფორტულად იყოს და არავინ არ აიძულებდეს, რომ რაღაცა ხუთ სამსახურში იპახაოს, ხო? მაგრამ მაინც ის მომენტი აქვს, რომ არა, მე რაღაცა უნდა ვაკეთო ცხოვრებაში, რაღაც უფრო მეტი, რაღაც უფრო ბევრი, უფრო მეტი უნდა ვიშრომო, უფრო მეტი უნდა ვიპახაო, ხო და ეს რეალურად მოხალისე სულებისთვის არ არის ჭეშმარიტება, მოხალისე სულებისთვის ეს არ არის ის გზა, რომელთაც უნდა იარონ. მოხალისე სულების გზა არის ის, რომ დაეხმარონ ადამიანებს ცნობიერების ამაღლებაში, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი პროფესიით, ნებისმიერი მიმართულებით, მაგრამ ეს არის მათი მისია. და რა თქმა უნდა, მოხალისე სულები არიან მაღალუბრალოდებული ენერგიის მატარებლები, ისინი არიან ანტენები, მათ გარემოცვაში ძალიან სასიამოვნოა ყოფნა, რა თქმა უნდა, გულისხმობ არა ინვერსირებულ მოხალისე სულებს, იმიტომ რომ ინვერსირებული მოხალისე სულები უმეტესობად ინვერსირებულები არიან და მათ შემთხვევაში უკვე ეს სქემა ეგრე აღარ მუშაობს, იმიტომ რომ მათ გარემოცვაში ნამდვილად არ არის სასიამოვნო ყოფნა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არა ინვერსირებულებიც ბევრი არიან და მათ გარემოცვაში ძალიან სასიამოვნო ყოფნა. უბრალოდ რომ იყოს ეს ადამიანი თქვენ გარშემო, შეიძლება არც საუბრობდეს, არც რამე თქვას განსაკუთრებული, მაგრამ ასეთი ადამიანები არიან ანტენები და მათ გვერდ ყოფნა ძალიან სასიამოვნოა ხოლმე. იმ ეპიზოდზე, რომელიც ეხებოდა მოხალისე სულებს, ძალიან ბევრი კომენტარი არის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გავიგო ვარ თუ არა მოხალისე სული. ხო და მანდ კი ყველას ეს პასუხი გავეცი, რომ რეალურად თუ რეზონირებს თქვენთან ეს ინფორმაცია, დიდი ალბათობით ხართ. და
თქვენს შინაგან რეზონანსს უნდა ენდოს თქო, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანს მაინც უჭერს თავის რეზონანსთან დაფიქსირება უბრალოდ რასთან რეზონირებს და ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, გასაკვირი ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ დღესდღეობით სამყაროში ისეთი უხეში ენერგიებია, რომ რთულია, რომ დაჯდა და საკუთარი რეზონანსი დაიჭირო და საკუთარ თავს მოусმინო. ამიტომ არის კურსი, რომელიც 28 მარტს იწყება. ჩემი საავტორო კურსი არის, რომელიც ზუსტად ამ თემებს ეხება. სადაც იქნება ძალიან ვრცლად ამ ყველაფერზე მოყოლილი. რა შედის, ეს არის სწორედ მოხალისესულების მისიაზე და გზაზე და აქ უკვე დეტალურად იქნება განხილული ვინ რომელი სივრციდან არის და შესაბამისად რომელი მისია იქნება, რომელი ვექტორით უნდა იმოქმედოს, როგორ უნდა შევიდეს თავის მისიაში, ასევე იქნება ასე ვთქვათ კოსმიური პასპორტებსაც გავაკეთებ, ეს იმას ნიშნავს, რომ ასტროლოგიური და ჩენელინგის მეთოდებით, ვედური ასტროლოგიითა და ჩენელინგით ვადგენ, რომელი სული, რომელი სივრციდან არის მოსული, რომელი პლანეტები აქვს გავლილი, დედამიწაზე რა მისიით არის მოსული, რა უნარები აქვს თითოეული პლანეტიდან ჩამოტანილი და როგორ უნდა გამოიყენოს ეს უნარი დედამიწაზე. ოღონდ ამ სერვისზე ესე უბრალოდ ამ სერვისს არ ვატარებ, ეს სერვისი ამ ეტაპზე არ მაქვს დამატებული. ჩემს სერვისების სიაში ეს სერვისი მხოლოდ ამ კურსის ფარგლებში შევქმენი, იმიტომ რომ თუ ადამიანებს უყვებით ახლა რომელი პლანეტიდან არის და სივრციდან და რა მისია აქვს და ავატარია თუ მოხალისესულია თუ რა რანგის ავატარია თუ ავატარია და ასე შემდეგ, მაშინ რა თქმა უნდა ყოფილიყო ასეთი სერვისით, სადაც ადამიანს ეტყვი ვინ ხარ, რა ხარ და შენი ადგილი სად არის. ამიტომ ჯერჯერობით მხოლოდ ამ კურსის ფარგლებში არსებობს ეს სერვისი, სამომავლოდ ნამდვილად არ ვიცი დაემატება თუ არა, მაგრამ თუ ამ ჩანაწერს უსმენ და თარიღზე რომ დახედე მიხვდი რომ დიდი ხნის ჩანაწერია, შეგიძლია უბრალოდ სერვისებში გადახვიდე და ნახოთ თუ ეს სერვისი დამატებულია, ესე იგი დაემატა და თუ არ არის, არ დაგხვდა, ესე იგი დამატებული არ არის და მხოლოდ კურსის ფარგლებში დარჩა ეს სერვისი. ხო, ასევე ვისაუბრებთ იმაზე ამ კურსში, რომ რატომ მოდიან ეს მოხალისესულები და რეალურად რა არის ეს მატრიცა, ვინ მართავს ამ მატრიცას, ვინ არიან ეს ადამიანებში ჩასახლებული, ასე ვთქვათ, არსებები, ვინც მართავენ მატრიცას, როგორ მართავენ, სად აქვთ ხაფანგები, ასევე სულის პასპორტში არის პუნქტები, რომელიც თითოეულ ადამიანს მისცემს ინფორმაციას, მატრიცა სად შეიძლება რომ შეუძრეს და სად არის მისი სუსტი წერტილები, მისი აქილევსის ქუსლი, სად დაუგებენ მახეს და სად უნდა იყოს ცხოვრების განმავლობაში ფრთხილად და რეალურად როგორ გახსნას თავისი მისიის გზა და შევიდეს მისიაში და მსახურებაში. ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია იქნება და ასევე იქნება პრაქტიკები, ძალიან მარტივი, ეს არ არის არც ერთი რომელიმე ისეთი პრაქტიკა, რომელიც შეიძლება სხვაგან გისწავლიათ, იმიტომ რომ ეს არის ჩემს მიერ შემუშავებული, ისეთი მარტივი პრაქტიკებია, რომ მაგასაც ვერ დავარქმევ, რომ ჩემს მიერ შემუშავებული, იმიტომ რომ არაფერი შესამუშავებელი არ იყო, იმდენად მარტივი პრაქტიკებია. პრაქტიკები ეხება იმას, რომ ადამიანებმა ისწავლონ საკუთარი შინაგანი ხმის მოსმენა, საკუთარი რეზონანსის შეგრძნება, რომ გარე სამყაროდან არ დაგჭირდეთ პასუხების მიღება და საკუთარ თავთან და საკუთარ ღვთიურ ნაწილთან მუშაობა. მოკლედ ესეც საინტერესო კურსი გვაქვს, რომელიც იწყება 28 მარტს. ჯერჯერობით კიდევ არის ადგილები და შესაძლებელია რომ ჩაეწეროთ და ვისაც დაგაინტერესებთ ამ კურსის უფრო დეტალური აღწერა იქნება ამ ეპიზოდის აღწერაში დაგხვდებათ. ასევე კიდევ ერთი დეტალი, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, არის ეს, რომ მისია რაღაცნაირი ძალიან ხმამაღალი სიტყვა არის და ეს მისია რა არის, როგორია ჩემი მისია და არის და ძალიან სასაცილოა, რომ ნებისმიერი ადამიანი ხა ვინც მისმენთ და გაინტერესებთ რა არის თქვენი მისია, ეხლა მე რო გითხრათ, რომ შენი მისია არის, რომ ეხა ადგე და გამოხვიდე ძალიან მაგარი იურისტი და დაიცვა მაგალითად ძალადობის მსხვერპლი ქალები. თქვათ, მოდი ესეთი მოვიგონოთ, რომ ესეთი მისია არის შენი. ხო გექნებათ ამასთან რაღაცა მიუღებლობა, რომ აბსოლუტურად ისეთ რაღაცას გეუბნებით, რაც თქვენს რეალობასთან და თქვენს შინაგან შეგრძნებასთან არაფერ შუაში არ არის.
და ამაში არის ნამდვილად ძალიან დიდი აზრი, იმიტომ რომ მისიას ვერავინ სხვა, ასე ვთქვათ, ვერ გეტყვით, თქვენ რა არის თქვენი მისია. როგორც წესი, მოხალისესულები თავად მიდიან ხოლმე თავიანთ მისიებამდე და მაგალითად მე ან ნებისმიერ სხვა ადამიანმა, ვინც ენერგეტიკულ დონეზე მუშაობენ, შეიძლება მოგცეთ მიმართულება, ხო? მაგალითად გითხრან, რომ თუ ვთქვათ, ადამიანი არის მაგალითად არქტურიდან წამოსული მისი სული, მერე გაიარა სირიუსი მაგალითად, მერე მოვიდა დედამიწაზე, ხო, იქ გააჩნია კიდე არქტურიდან რომელი გზა გაიარა, რომელი რანგის არქტურელია და ასე შემდეგ და მაგალითად ვეუბნები, რომ შენი მისია არის, რომ სამყაროში ამ მატრიცაში, დედამიწურ მატრიცაში შემოიტანო არქტურული სინათლის კოდები პირობითად. ეს შეიძლება იყოს ადამიანის მისია და ეს გააკეთო მაგალითად სირიუსული ვთქვათ რაღაცა სინაზით ან ძალიან კარგი სტრუქტურის მქონე რაღაცა ალგორითმებით პირობითად რა, მაგრამ ეს კონკრეტულად რა უნდა იყოს, მაგალითად კონკრეტულად შენ ბუღალტერი უნდა იყო თუ მომღერალი უნდა იყო თუ რა სფეროში უნდა გააკეთო ეგ, ანუ ეგ თვითონ ადამიანმა თვითონ უნდა მიაგნოს მაგას რა. იმიტომ რომ ეხლა რაც თქვი აბსოლუტურად მოგონილი მაგალითი იყო, მაგრამ ეს რაღაც რაც თქვი შეიძლება რომ ადამიანმა გააკეთოს მაგალითად მუსიკაშიც, იმიტომ რომ უამრავი მაგალითად არქტურელი მუსიკოსები ყავს დედამიწაზე, რომლებიც გენიალურად ახერხებენ მუსიკის მეშვეობით, თან მუსიკაში ხა ვინც ერკვევით გეცნობათ, რომ მუსიკა ჩვეულებრივი მათემატიკა არის და ძალიან მათემატიკური ჟანრი არის და ძალიან კარგად ახერხებენ, ძირითადად არქტურელები მოდიან მუსიკოსებად და გადასარევად ახერხებენ სინათლის კოდების მუსიკაში შემოტანას და მუსიკა კიდე რა არის? მუსიკა არის ვიბრაცია, რომელიც რეალურად ადამიანს, ანუ მე მაგალითად სულ არ ვიცოდე როგორი სული ვარ, ვინ ვარ, დედამიწური ვარ, თუ ისეთი ვარ, თუ ასეთი ვარ, უბრალოდ ვისმენ რაღაცა მუსიკას, რომელიც ჩემ დაუნებურად, ჩემს ბიოველში შემოდის რაღაცა არქტურული ვიბრაციები, რომელიც ჩემს ენერგეტიკას უფრო მაღლაწევს და ასუფთავებს. შესაბამისად, თვითონ დარგი და გამოვლინება როგორ გამოვავლენთ, როგორ გააკეთებთ, როგორ შეასხამთ ხორცს ამ რაღაცა კოდებს და თქვენს მისიას. ეს უკვე თითოეული ადამიანის არჩევანია, რა თქმა უნდა, ცხადია, რომ ისეთი რამე უნდა იყოს, რისი უნარების და ნიჭიც ადამიანს აქვს, ხო, საიდანაც თავშივე აქედან დავიწყე, რომ ნიჭი და უნარები რისიც გაქვთ, ნიჭი და უნარი რეალურად არის საშუალება, რომ თქვენი მისია გამოვლინდეს რა. და რა თქმა უნდა, თქვენი ნიჭის და პოტენციალის ფარგლებში იქნება, მაგრამ კონკრეტულად როგორ გააკეთებთ მაგას, ეგ თითოეული ადამიანის გადაწყვეტილება და მიგნება არის, ხო? მაგალითად რო ავიღოთ, რომ თქვათ ჩემი მისია იყოს რაღაცა ცოდნის გაზიარება, ხო? ეხლა რომ მაგალითად თქვენ ამ ჩანწერს YouTube-ზე უყურებთ, ანუ ეს არის უკვე ჩემი არჩევანი, ანუ როგორ მოგაწვდიდით ამ ინფორმაციას და ამ ცოდნას, ეს უკვე ჩემი არჩევანია, ხო? ან რა ჟანრიდან მოგაწვდიდით, ან მაგალითად ვედურ ვთქვათ ფილოსოფიაზე დაგელაპარაკებოდეთ თუ რაღაცა სხვანაირ ფილოსოფიაზე თუ ზოგადად ეზოთერიაზე თუ ასე შემდეგ, ხო? ესეც არის უკვე არჩევანი და იმ ნიჭებიდან და მიდრეკილებებიდან გამომდინარე თუ რა მაინტერესებს მე, ხო? იმიტომ რომ იმას ვერ გაგიზიარებ და ვერ გასწავლით, რაც მე არ მაინტერესებს. აქედან გამომდინარე, ყველა თქვენთაგან მაინც კონკრეტულად რა არის თავისი მისია, მისიის გზა უბრალოდ და დეკორაცია, მაინც ყველამ თქვენ უნდა მიაგნოთ და როგორც წესი ეს ასეც ხდება ხოლმე ყოველთვის მოხალისესულების შემთხვევაში და რა თქმა უნდა დედამიწური სულების შემთხვევაში თავისთავად ასე ხდება. იმიტომ რომ მაგას ვერავინ ვერ გადაგიწყვიტავთ, ამას უბრალოდ იმიტომ ვამბობ, რომ როდესაც ეს კითხვა გაჟღერებულა ხოლმე კონსტიტუციებზე, აბსოლუტურად ყველა ადამიანს აქ მოლოდინი, რომ მე კონკრეტულად ვეტყვი, ხა შენ წადი და კარტოფილი შეწვი და ეს არის შენი მისია. ესეთი კონკრეტი კითელოდება ადამიანი ამაზე პასუხს, რა თქმა უნდა მესმის, მეც ადამიანი ვარ და მესმის რომ ადამიანებს ესეთი კონკრეტული რაღაცები გვინდა ხოლმე რომ მოვისმინოთ, მაგრამ ასე არ არის სამყაროში, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს თავისუფალი ნება, თავისუფალი არჩევანი, გამოვლინების თავისუფლება და ეს დაგვაპროგრამოს ვიღაცამ და პირდაპირ გვითხრას რა როგორ გავაკეთოთ, ასე არ ხდება. ანუ ჩვენი წელი გადაწყვეტილებები ჩვენ უნდა მივიღოთ, ჩვენი გასაკვალი გზა ჩვენ უნდა გავიკვალოთ და რაღაცებს ჩვენთაც უნდა მივაგნოთ. თუმცა ასევე ბოლოსკენ იმასაც დავსძენ უფრო დასამშვიდებლად და იმედებისთვის, რომ ყველა მოხალისესული
რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან აგნებს თავის მისიას. იმიტომ რომ შანსი არ არის, როცა ადამიანი, სული არის მოსული, როგორც მოხალისე სული, ის საქმისთვის არის მოსული და ესე არ გამოვა ეხლა, რომ იმას მისია არ გაახსენდეს. წარმოიდგინეთ, რომ რაღაცა ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ხდება სადღაც და სპეცრაზმი გაუშვით ამ საქმეში და შანსი არ არის, რომ ამ სპეცრაზმში ისე მოხდეს, რომ უმრავლესობამ ისე მიიძინოს, რომ აღარ გაახსენდეს, რისთვის არიან წასულები იმ რაღაცა საქმეზე. აქ არის უბრალოდ იმის ალბათობა, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში დღის მდგომარეობით დაახლოებით 75% მოხალისესულების არიან მიძინებულები ან ინვერსირებულები. მიძინება ნიშნავს იმას, რომ ჯერ არ არიან გამოღვიძებულები და ინვერსირება ნიშნავს, რომ რაღაცა მატრიცულ ხაფანგებში არიან გახვეულები და უჭირთ გამოსვლა და უჭირთ თავიანთ მისიაში შესვლა. სხვა შორის ამ თემებთან დაკავშირებითაც კურსზე იქნება ძალიან დეტალური განხილვა. კონკრეტულად 7 ხაფანგი არის, რითიც მატრიცა გვიჭერს და თითოეული მათგანი იქნება განხილული და ძალიან დეტალურად გავლილი თუ სად, როგორ, რანაირად რომ ხაფანგებში არ ვიყოთ და ყოველ შემთხვევაში თუ ვართ ამ ხაფანგებში, ის მაინც დავაფიქსიროთ, რომ ვართ, რომ ყველაზე დიდი ციხე არის ციხე, რომელსაც ვერ ვხედავთ, ხო? და ის მაინც გეცნობათ, სად ხართ ხაფანგში და სად არ ხართ ხაფანგში. საერთოდ ჩემში ვიტყოდი, რომ მისიის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანი არის, უბრალოდ თუ არ იცით, ამან არ შეგაშინოთ ახლა, იმიტომ რომ როგორც თქვი, ყველა ადამიანს მაშინ ეხსნება თავისი მისია, როცა მისთვის ეს უკვე საჭირო ინფორმაცია და მნიშვნელოვანია, რომ გაიგოს, იმიტომ რომ როგორც ვახსენე მაგალითში 10 წლით ადრე არ არის საჭირო იცოდე, რა უნდა გააკეთო 10 წელიწადში. იმიტომ რომ იქამდე სხვა გზა გაქვს გასავლელი, სხვა რაღაცაზე უნდა გააკეთო ფოკუსირება და რაც იმ მომენტში არის საჭირო, ის უნდა გააკეთოს ადამიანმა. ამიტომ წინასწარ არ არის ეგრე, რომ დაბადებიდან ყველა მიცოდეს რა არის მისი მისია. როგორც თქვი, მოხალისესულები ძალიან გვიან იგებენ ამას და შესაბამისად გვიან ერთვებიან თავიანთ მისიაში, მაგრამ ერთვებიან და შემდგომ გადიან ამ გზას. ასევე ბოლოსკენ ერთ პატარა ჰინტსაც დაგიტოვებთ, თუ თქვენით გინდათ რომ მიაგნოთ თქვენს მისიას, ყოველ შემთხვევაში რაღაცა ცოტათი უფრო ახლოს მიხვიდეთ თქვენ მისიასთან. ეს არის ძალიან კარგი მეთოდი. დაუსვით თქვენ თავს ესეთი კითხვა, რომ სულ ერთი რაღაცის გამოსწორება რო შეგეძლოთ დედამიწაზე, რა იქნებოდა ეს? იმიტომ რომ თქვენი სული დიდი ალბათობით რომელიც არის მოხალისე, სწორედ იმ რაღაცის გამოსასწორებლად მოვიდა დედამიწაზე, რაც რეალურად ახლა თქვენ მოგივათ თავში. ამიტომ კარგად დაფიქრდით, მართლა სულით და გულით რასაც გამოასწორებდით, ეს არის თქვენი მისიის ნაწილი, ასე ვთქვათ. მაგრამ აქაც ჯობია რომ უფრო რაციონალურად მიუდგეთ, მაგალითად ახლა თუ გამოვასწორებდი იმას, რომ შიმშილობა არ იქნებოდა, ხო? აქ ახლა ცხადია რომ სტანდარტულად ვერ ვიაზროვნებთ, ხო, რომ ახლა იმისთვის რომ შიმშილობა არ იყავს სოფლიოში, მე ახლა გავხდა პირობითად პრეზიდენტი და ქვეყანა გავხადო ძლიერი და მე სწორი მოკავშირეები დავიყენო და აღმოუფროთ ეს პრობლემა, ახლა ესე მასშტაბურად არ წარმოიდგინოთ. მაგალითად შეიძლება რომ პირობითად ვამბობ რა, რომ მაგალითად ასწავლოთ ადამიანებს პრანაიამები, რომელიც ძალიან მაგარი სუნთქვითი ტექნიკები არის იოგური, რომლიდანაც ჩვენ სამყაროდან, ესე ჰაერიდან ვიღებთ პრანას ენერგიას, სასიცოცხლო ენერგიას, ზუსტად იგივე პრანას ენერგიას, რომელსაც ვიღებთ საკვებიდან, სხვა ფორმაში. და სამყაროში არიან უამრავი ადამიანი, იოგები, რომლებიც არიან, აბსოლუტურად არაფერს არ ჭამენ, ესე საკვებს არ იღებენ და სუნთქვებით არსებობენ, იმიტომ რომ სუნთქვითი ტექნიკით და პრანაიამებით შეიძლება რომ 60% ენერგია აიღოთ, რაც გჭირდებათ. უბრალოდ საკვებიდან ვიღებთ 40% ენერგიას, პრანას ენერგიას და სუნთქვითი პრაქტიკებიდან 60%. შესაბამისად გამოდის, რომ ჰაერიდან ესე პირდაპირ სუნთქვით ენერგიის აღება უფრო ეფექტურია, ვიდრე საკვებიდან. უბრალოდ ეგ ცოდნა არ გვაქვს, ან უმრავლესობას არ გვაქვს, ხო? შესაბამისად ესე მარტივად უნდა შევხედოთ. თუ მაგალითად გულში დაიბადა, რომ შიმშილობას გავაქროვთ დედამიწიდან, ხო? იქნება ეგ მისია გაქვთ, რომ რაღაცა პრანაიამების სისტემა გაქვთ ჩამოტანილი, დაჩენელებული, ან აქ შეიძლება დედამიწაზე ისწავლოთ, გაიხსენოთ ეგ, რომ რეალურად ეგ იცით და მე ასწავლოთ მთელ დედამიწას და აღარ იყოს საერთოდ საჭმელი პირობითად. ახლა გასაგებია რომ ვუტრირებ და ძალიან
გადავდივარ, თუმცა არც ეგ არის შორს ეგეთი რაღაცა რომ მოხდეს დედამიწაზე. ამიტომ უფრო სხვანაირად იაზროვნეთ, უფრო კრეატიულად მივდექით, უფრო მარტივად როგორ გამოვიდოდა და როდესაც უპასუხებთ თქვენ თავს კითხვაზე, რა არის ის ერთი რაღაცა, რასაც დედამიწაზე შევცვლიდი, მე მეორე ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა შეგიძლიათ დაუსვათ თქვენ თავს, რომ რა უნარები მაქვს მე იმისთვის, რომ ეს შევცვალო. ანუ ის, რასაც შევცვლი დედამიწაზე და აი აქ უკვე შეიკურება სურათი, რა და როგორ შეგიძლიათ გააკეთოთ, უბრალოდ ეცადეთ, რომ არ გაართულოთ, აი აქ უკვე გვეხმარება ჩვენი წარმოსახვა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ წარმოსახვიდან იქმნება ხოლმე ზოგადად ყველაფერი. სამყაროც ღმერთის წარმოსახვით არის შექმნილი, ხო? შესაბამისად მიეცით გასაქანი თქვენ წარმოსახვას და დარწმუნებული ვარ, რომ აი რაღაცა პატარა პაზლის დეტალს მაინც აღმოაჩენთ თქვენ მისიასთან მიმართებაში, სუმთლად არაფერი არ იცით თქვენ მისიასთან დაკავშირებით, აი რაღაცა ერთ პაზლის დეტალს მაინც იპოვით თუ ამ კითხვაზე ძალიან კარგ ფიქრის პროცესს გაივლით და დააჯამებთ ამ კითხვაზე მიღებულ პასუხებს. მოკლედ, ბედნიერი საღამო დილა ან შუადღე, რომელშიც ისმენთ ამ ჩანაწერს და ყველა ის დეტალი, რომელზეც ვისაუბრე, იქნება ამ ეპიზოდის აღწერაში.